გაუმარჯოს დილამშვიდობის დღემშვიდობის მანქანიდან. მაგრამ ცხელამზის გულზე ვარ გაჩერებული თან ზემად გონგონია რომ ტაფაზე ვარ დაგდებული და ვშიშხინებ. ფეხი გავიფუჭე. მანქანაში ვიჯდებოდი წავადე რაღაცას და ავიხიე ფეხის კუნთი. ხალხეთ კი მიდერე. იქამდე გამივლის სანამ ადგილამდე მივეშ. გამივლის. ქორწილამდე დამოვიწყდა. ეს არის ბაზრობაზე გავბივარ. აი ეს წვრილმანები რაც დამჩა საბოლოოდ ისა ვქნა რა. დავამთავრო რომ უკვე ჩალაგებაზე გადავიდე. დავკეთო დავთვალო რა მიმაქვს რა არ მიმაქვს და ესე დავალაგებ ხოლმე ყველაფერს. გადავავლებ ხოლმე თვალს და მე ვალაგებ. ანუ რო ჩავალაგო და მე ვიფიქრო რომ ნეტა ჩავდე და ახლიდან ამოვიღო ახლა ეგ მაგას არ ვაკეთებ. დავალაგებ, მაგალითად ივანეს მაიკები, ივანეს შორტები, ბარბარეს მაიკები. არაფერი აკლია, всё დავიწყე ჩალაგებ. აი ეგ უნდა გავაკეთო და საიდელი მაქვს რაღაცა ეს. სამერუმე. ხოდა მაგაზე მივდივარ და პლუს ჩემოდანი. მოვახციეთ სახლამდე. მოვედი. ისე მაგრამ შიოდა რომ რა იყოს და შევჭამე. შორის ძალიან სწრაფად მოვედით. ეს ჩემი ახალი ჭიქა. ახალი ჭიქა არ არის, მქონდა ეს კანადაში მედო, აქ ორი ჭიქა თავისი საკითხი. თებშებით რენით, მართლა კაი რაღაცაა და უბრალოდ ისა, ჩემი ჭიქები გასარეცხია და ეს ავიღე. ერთ დროს ვსვავდი ხოლმე ამით რა და მე არ მიყვარს ჭიქები და რაღაცეები, როდესაც უბრალოდ ალაგია რომ უნდა ელაგოს. რაც მაქვს უნდა ვიხმარო. და ისეთი რამე რომელიც მარტო აქე დავხარე და დავთქვარი. ვიტრინისთვის არის ეგრეთ წოდებული. არ ჭირდება ისეთი ალფი ჭურჭელი. ანუ აიძველათ რომ იცოდნენ რომ მადონა სერვიზი ყველას უნდა ქონოდა და რაღაცა ეკთება. აი მე თმა ისე მქონდეს არა უშავლა რა ეს თავის დროზე კარგად მქონდა აქეთ მქონდა. ძალიან მაგრად ცხელოდა ხარხურ ბაზრობაზე აი უმაგრესად ცხელოდა გუბეში მიდევს. ვერ ავხედავ მორჩა. ძალიან მაგრად ცხელოდა. ხო და ისა. მეგონა რომ კაი ხანი მომდებოდი წიდოს და კაია ხოლმე რაშაც რო თან არის. თორე იმან უფრო აუ რაღაცა მოხდა აკრიანი. არც მე წავიკითხავ რა. მოკლედ. ანუ მეცხოვიც ისად უნდა მისულიყავი და რაღაცა რა და ლაშა მთლად უკეთესად იცის თითოეული ტოჩკები. თან ბარგალკას დავატარებდით რაღაცა გაკეთება უნდა და ვიცი დავჯდე თორე ჭრიალებს კამი. ხო და ეს სიტყვით რო დავიწყეთ ყიდვა, კამარის ბალთა გამიფუჭდა ბალთა. ხო და ბალთა უნდა ვიყიდო რა. ხო და ხო. ბალთი იყიდო სადაც და კამარი იყიდე. ეხლა მაინც შეუცვალ მოკლედ ეს და მივედით ამ კამრებს რო ყიდიან ხო იცის კაცების ჩამოკონციალებულები რო აქვს ხოლმე ბევრი ესე რო არიან ხოლმე დაყრდნობილებზე და კამრებზე და ნუ მოკლედ აარჩია რა და ესაო გასახურეტის ხო არა გაქვთ რომ გავხურიტო ხო არის რომ კამარს აი ბავშვების მაგალითად ივანესთვის რომ იყიდია პატარობაში ხარა ეხლა რაღაც სხვანაირ სამაგრით რო არის აი ბაბთა რო თვითონ ამაგრებს მასეთი კამრები ხო და ლაშას აქვს ჩვეულებრივი რა და ამ კაცეუბნევა სახურეტიო არა გაქო რომ ესაო დაუმატო ანუ გასახურეტი რა რომ უფრო კარგად შემოიჭირავს რა და ჯერ არ ფიქრობ ახლა სახურეტი უნდა სადგისი ხუა სახში წესით ხო და თქინა მე უთხარი რომ რომელი ლანდი შენ გაგის მე უთხარი რომ სადგისი დაგჭირდეს რომ კარგად შემოიჭირო და იტა მეორეც იყიდე გადაყვანზე რომ კარგად გქონდეს მეთქი მე რამდენი ცინა ამ კაცმა ნუ მოკლედ წავედით ვიყიდეთ წვრილმანები, აი რო იტყვიან მართლა წვრილმანები ფლოსტიდან დაწყებული
მაიკები, ტრუსიკები, ნასკები და რა ხო, ნახან რო იტყვით ნასკები რა თქინდათო, მე ნასკების გარშე ერთად არ გავდივარ. მე ორი ცალი ვიყიდე მეტი არა და იმათ პაჭკები თუ ყიდე რომ ჯერ ის რო ხმარობენ. აი ხო სასაცილოა რა ზღვაზე მიდიხარ რაღაცა, მაგრამ აი იქ რო ხო ვიცი აი სასტუმროს მაშინ როგორც მემაცვია ისე აცვიათ მაგათ. რა ვქნა? ეცოთა თხელები არა უშო, ფეხიდან არ გაცივდები. ნუ მოკლედ, თუნდაც ჩაიცო თუ არა და არავინ არ აძალებს. მე კი ვიცი რომ უნდა მეცვას. ზღვაზეც ყიდო, ფეხიდან არ ვცივდები. ხო და რა ვიყიდეთ მოკლედ ეს კროქსები უყიდე იოანეს და ეხა ვერაფერი ვერ გავასინჯი ჯერ, იმიტომ რომ მე მანქანაში გადავჯექი. თეოსთან ერთად ჩვენ მანქანაში სადაც ტავარი ალაგია, სხვაგან წავიდნენ ვანო და ეს და დაშადა. ეხა ველოდები მოვიდნენ, რომ თუ რაღაც ამ ქალმა კი მითხრა რომ გადაცვლა, ანუ ფულს ვერ უკან დაგებრუნებ ვერაო, მაგრამ გადაცვლითო გადაგიცვლი, მაგრამ დილასანამ წავიდოდი ბარბარეს ფეხსაც ვერქ და ისე გავისინჯე თვალის ზომით, რომ მცოდნო და ვიზუალურად როგორ უნდა მეყიდა და იმიტომ რომ ვუთხარი 36 მინუტა ამ ხელები იყო 36 და რო შეხედავ არ არის 33, 32. ანალოგიური იყო იოანეს, იმიტომ რომ 42 აქვს ზომა ფეხი და რაცაც ვია კროქსები შაშარაც უყიდე, უბრალოდ შეილახა თორე არ გაფუჭებულა, ანუ არ გახეულა და არაფერი ხარ. 25 ლარი ღირდა ბოლო და უყიდი ახლა. ხო და ვიზუალურადაც გავისინჯე, რამდენი დიდი უნდა მეყიდა. ხო და ისეც რომ მეთქი 45 წელია წარმოიდგინე რა და 42-ია სინამდვილეში, რომ ეს სახქმაც გქონოდა რომ იქ არ შემიშალოს. მე მგონი კარგად ვიყიდე ყველაფერი. ხო, ერთადერთი რომ გამოდიოდით სიაში რო არ მეწერა, იყო მაგიდის გადასაფარებელი ამდაგვარი, კლიონკა ვიყიდე ესეთი არა. ცოტა ხანი გაკაჩავს, მაინც ახლა რო ჩამოვართ და რემონტს დავიწყებთ სავარაუდოდ, აი სკოლა რო დამთავრდება და მე ვიზავრამეს. ხო და ეს და კისრის ბალეშები არ მეწერა და სულ შემთხვევით თვალში მომხვდა. ხო და ეგ ორი ცალით ვიყიდე, იმიტომ რომ ბარბარე მე არ მინდაო, პატარა ბალიში აქვს და იმას უფრო კარგად ხმარობს. ერთი ფუმფულა ადიელა მაქვს, აი თხელი ოღონდ თბილი. ხო და არ ხმარობ დიდად არაფერში ხოლმე მაგას რა და ისე რომ ორად რო გადავჭრა პლედებად, წასაღებად. იდეალური იქნება ორივეს თავთავის ჩანთაში ჩაუდებ რა, რომ აუცილებლად უნდა იდოთ პლედი და აუცილებლად უნდა იდოთ ბალიშები. ერთადერთი მოთხოვნა რაც არის, რომ კონდიციონერი ჩართული უნდა იყოს და არ უნდა გაცივდე. შესცივდებათ. ხო და ყველაფერზე ორშაბათს არა, სავარაუდოდ ხვალე უნდა დავაბინაო ყველაფერი და რატო? ორშაბათს დღეს, ნუ შეიძლება სამშაბათსაც, იმიტომ რომ სამშაბათს საღამოთი მივდივარ. მეც და ბარბარებაც უნდა გავიკეთოთ ფრჩხილები. ვინ უკეთებს? მე ხო ძველი მასტერი ვარ. ფრაღაცას ვიზავთ. მე ნახე გავაკეთე, აქედან აქამდე გამოვზუნგლე. დილას ყავა ვერ მოვასწარი. აუ რა გემრიელა დავლიე. ორსაკლე 25 და ყავა ვერ მოვასწარი. ხო, ნინომ დავმავალა მე ფეხბურთის გეტრევი. რამე ხო არ გინდა მეთქი და არაფერი. აი თუ შეგხვდება. ანუ გეტრი უნდა შეგხვდეს, დადის და უნდა შეგხვდეს. თუ შეგხვდება. აი ფეხბურთის ნასკები რო აგრძელებიო ეგ. ხო და იქ რომ მე ნასკებს ვათვალიერებ ძენ ნასკებს და თურმე ლაშასთვის კიდე ბუცები ვთქვი. გიждდება ფეხბურთზე. უბრალოდ ვერ გამოყოფს ცეკვას და ფეხბურთს. ცეკვაც ისე ძალიან უნდა. თორე ფეხბურთზე არის საშუალება რომ ვატარო და დიდი სიამოვნებით ვატარებდი, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ჩემი ბავშვობის სურვილი სახდენა. ზოგადად რადგან მე ხა მათ ვუკეთებ და ვაკეთებ და დადიან და რა ვიცი, არიან ეს ყველაფერი არის ჩემი ბავშვობის ოცნებების სახდენა. ელემენტარული ფეხბურთი ისე მიყვარდა და დღემდე ისე მიყვარს, ბურთის გარეშე არ შემეძლო და ცეკვა რომელზეც მთელი სულით და გულით მინდოდა მივსულიყავი, 4 ლარი იყო გადასახადი თვეში და არ მქონდა შესაძლებლობა არასოდეს არ მეთქვი არც დედასთვის და არც ბაბოსთვის რომ მე ცეკვაზე მინდოდა სიარული, იმიტომ რომ ვიცოდი რომ არ იყო საშუალება და რო იტყვიან ამათით ვისრულებ მე იმ ოცნებებს.
მართალია მე ვერც ვიყავ და არც ნუ რაღაცაზე გავშლი ხელს, მაგრამ ანუ ჩემი შვილებით ვისრულებ იმ ცნობებს, რომლებიც ვერ ავისრულე იმ პერიოდში. ხო და იმენად უყვარს ორივე ცეკვა და ის რომ ან უნდა ცეკვიდან გამოვიდეს და იქ მივიდეს, ან ხო ხდებით და ვერ დათმო ცეკვა. ნახოთ მომავალში აქაც არის ხოლმე და თუ ისე იქნება რომ კალადბურთიც არის და მანდაც უნდოდა და ცეკვა ვერ დათმო. მოკლედ ცეკვა ყველაფერი გადაწონა. ხო და აბა მომავალი წლიდან ეხლა რაღაც დროსია თუ რამე ისე იქნება რომ დღეები ისე გაუთავისუფლდება და ან ისე დღეებში იქნება რომ ცეკვა არ იქნება, აუცილებლად მივიყვან. აუცილებლად. სუდალურჯებული აქვს მუხლები. და ფეხის ცერა თითები ქონა აი ამებზე წაყოლეფილები სუდა ვეჩხუბე წინაზე რომ მეთქი დაგიმახინჯდება ფეხები. ხალი ხარ მეთქი ბოლო-ბოლო ხომ გათხოვ. ხო და რა ვიცი. მე მგონი დამჭა, სინამდვილეში დამჭა ერთი რაღაცა გასაკეთებელი. ეს არის რისთვისაც უნდა წავედი და რისთვისაც აი ეგ დამრჩა. უნდა მეყიდა ევრო და უნდა მეყიდა დოლარი და დამავიწყდა. მაგრამ არა უშავრად ქოლაშეს მეგობარი მუშაობს ასეთი მაშინ რა არავი ჯიხური ქვია გადახურდავების რა რაღაცაში მოყავით და წინაზეც ის უგჭირდებოდა ლირები შაშა რო ვიყავით. მაგან მოგვიტანა ეკუშამ და დღეს დავარეკინებ. ეხლა და ურეკავლაშეს ვეტყვირო ეს და მოგვიტანს რა მოკლედ მარტყოფში. და ჩვენ შესაბამისად გადავცემ დამსახურებულად ლარებს. ყველაზე ადვილად ვაღურდავებ ხოლმე რიკოში. ადვილად არა, კაი კურსით. ეხლა კი აწეული იყო დოლარი. რა ვიცი. თუ არა და ორშაბათს გავიქცევი ერთი ან სამშაბათს რა, არა მაქვს მაგის მაგას უნდა ზუსტად 15 წუთი. ზუსტად 15 წუთი. ხო და ის ტელეფონზე რო ვამბობდი, ხო იცი, ტელეფონზე გავიქცევი ბეთი. ეხლა რო ფიქრობ, ხო მივახარჯე კარგად ფული, ეხლა რო ფიქრობ, რომ პლუს ისინი მაქვს აყიდელი. იყოს. იყოს. რაღაცა მიკმინა ხალხო ეგ. იდაყვის წვერზე. ერთი ის ვიცი რომ კარგად მოსაწესრიგებელი მაქვს ქაქაურობა, მაგრამ აი დანატოვრად რომ დაუტოვო სუფთად და წკრიალად რა. ხო, მაგრამ ისა ყველაზე აუცილებელი არის ეხა სარეცხი. გავდივარ ბოლოში მე მგონი რა ვიცი ერთი ალბათ 1.7-8 დატრიალება უნდა დავატრიალო მანქანაში რომ ხვალაც ზეგაც რომ ანუ თან დავაბინაო თან ზამთრისები შევალაგო და თან დაუტო რა აქ დასატოვი და რა უნდა ჩაიცვა მთელი ამ 10 დღის მანძილზე. ხო და ისა მაგებს რო ვიზავ მაცივრის გამოწმინდა მინდა და ესეთი რაღაცეები რა აი აქ გაწიგავ 2 საათი რო სუეყო. თავარი არის იმოსწრებაც მინდო და მოვასწარე. აუ რა გემრიელად თავსო თან როგორ დავადუღე ხო ნახეთ ნალექიანი არის და ადორებული წყალი დავას. შვიდივრად. რაც შეეხება ფისოსთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ეხა ისე იმ განწყობით ვარ და ძალიან მენანება და მტკივა მაგრამ ხო იცი ადამიანი ყველაფერს ეგუება ეჩვევა და არავინ არავის არ და არაფერს არ გადაყოლიაზე ასე რომ უბრალოდ რაღაცნაირად ვეძებ ხოლმე თვალებით რომ გონია რომ სადღაციდან უნდა გამოძვრეს და დავიწყე ამ კატის მეტად მოფერება თითქოს რომ ჩემ თავს ვაიძულებ რომ ეს ანუ ხო მიყვარდა რა სისულელია ეს როგორც ის ყავა გაზრდილი ისე ეს მაგრამ ეს უფრო ცივი დამოკიდებულება აქ ის სხვანაირი იყო თქვენ ხო ხედავდით როგორი იყო სუ ჩემთან იყო და
აი რა ფორმაზეც ავიყვანდი, აი არ ქონდა იმის პროტესტი, რომ გასწორებული იყო, გადასო. არა, აი ეგრევე იყო და ეს არა, ანუ ეს თუ რა იყო, ნუ თუ არ მოთავსდება, არ გაჩერდება და რაღაცას და ჩემ თავს ვაიძულებ, რომ მეტად შევიყვარო სავით. თუმცა ძალიან მიყვარს უბრალოდ აი, მაგრამ გრძნობ, რომ იმას ვერ უჭერ, იმიტომ რომ არ არის მაგ ხასიათების კატა. ერთი იმას მეწოდება, რომ დადებს და დადის და ეძებს. მართლა და წეღან ველაპარაკებოდი ხარ. სასაცილოდ ველაპარაკებოდი, მაგრამ მე ვთხარი, არის ნერვიულო ამეთი, ეხა ეს შავი დაყრის მეთქი და გასართობი კი. ანუ ვერავის ვერ ეთამაშება და წყლად დაბუდიალობ. ხო და ცოტა ხანით 1-3 კვირა მოითმინე მეთქი და გაიზრდებიან ცოტათი. ხო და ისა, ეთამაშები რა. დავამშვიდე. სავარაუდოდ თურქეთში მომიწევს, როდესაც ეს კატა გააჩენს პატარა კატუნიებს. და მინდოდა რომ აქ ყოფილიყავ, იქნებოდა არ გააჩინოს და მოუსწრო, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვიცი როდის დადგა ფეხმძიმობა და როდის გააჩინოს. წესით 2 კვირა, 2 თვე და 2 თვე უნდა რა. სადღაც 9 კვირა სჭირდება კატის ფეხმძიმობას. ხო და ხა ნამდვილად არ ვიცი რამდენი კვირის წინ დაფეხმძიმდა ეგ. ნამდვილად არ დავდებდი და აზიარავ. ხო ვიყიდე ჩემოდანი ხალხო. დიდი ჩემოდანი ვიყიდე. მე რო ფიქრობდი რომ საშუალოს ვიყიდე 80 ლარად, დიდი ჩემოდანი ვიყიდე 80 ლარად და ვიყიდე სილიკონის. მეთქი ამას არ ვყიდულობ თქო რომ მეშინია გატყდება თქო იქ მიაგდე მოაგდე. არა, რა სიძახი გახსნა და რო აი ნასკი რო გადაწურო, ხო იცი, აი ესე გაუკეთა. თანაფიქრი ხარ შემოუდგა, ახლა ამის წარ გადავიხატო. არაო. მოგეთ ფლოსტები სადაც ვიყიდე შიგნით ბაზრობად, სადაც ვყიდულობ ხომ, იმიტომ რომ საკმაოდ კაი ფასებშია რა, ვიცი ტოჭკები რო იყო. ხო და ბევრი რაღაცები მეჭირეს, თითო პარკში რო ბევრი იქნას კითხოსი კი რაღაცები მეჭირა რაღაცა და დიდ პარკს მადლობდა ეს ხალი რო 100 რაღაცა დავტოვე იმასთან, მარტო ფლოსტებში და რაღაცეებში, კროქსებში. და ხავშულოეცი ვარ დაქციოდესო, ამ დიდ პარკში ჩადეო, ზოგი არ მოგცემს რა სამ. ხო და მადლობა მოუხადა ეს თქვენ დაგჭირდებათ, მეთქი რომ მე ხა მაინც უნდა გავიდე მეთქი ეს ყველაფერი იმიტომ ვიყიდე რომ ჩემოდანი უნდა ვიყიდო და იმას ჩავყრებდი და არა უშავრო სანამ იყიდიო ეს ამას ჩადეო არ ჭირდება წაიღე ამითო და დამავალა რომ მანდაო ჩემოდნებში არიანო ძირთადად აი აქ რო იღებენო და მე რომ ძვირად აყიდიანო და იმასწავლე ერთ ქალთან ზინა ქვიაო თუ სწორად მახსოვს თეთრი თვები აქვს და იმასო თვითონ შემოაქვსო და უფრო კარგი ფასად არისო და უფრო ხარისხიანებიაო და ისი აგიხდეთ ყველაფერი ესე მივედით ამასთან მართლა იაფად მოგცა, კარგი ხარისხის მოგცა და წამოვთ უბრალოდ ვერ განახებთ რომ ლაშას ჩვენ მანქანაში არის, ლაშას მანქანაში. ჩვენ მანქანაშია და მანქანა სხვაგან წავიდნენ, მე მანქანა შევიცვალე უბრალოდ. ხო და რომ აუცილებლად განახებთ. მე ნინოს იმაზე რომ გელაპარაკებოდით გეტრებზე ხო იცით? წვანე ფორმა აქვს იმის მამარდას ფორმა და კიდე აქვს მე მგონი ვიღაცის. კვარაცხელიასი აქვს სადღაც ოღონდ ის კვარაცხელიასი თეთრი არის და დალაქულია სავარაუდოდ. მაგრამ რო გამოხარშო. ალა ფრანში. და ვიცი იქნებ გამოვიცალოს, თუმცა სავარაუდოდ ნაცადი მაქვს არ გამოიცა. ხო და მწვანე ზოლი რო ქონდა, ანუ სიმწვანეში რო ყოფილიყო, მასეც ვეძებდით რომ ინფორმასთან წავიდეს. მაშინო თეთრიო. თეთრი. მე ვთხარი, ხა იქ მარეცხინეთ ყოველ წუთას გავყიდოს რომ მე რამე ისეთი რომ ჭუჭყის ამ, იმიტომ რომ კარგად იცით რაც მოვლა თეთრ გეტრებს რომ ჩაიცმეს, ხო? ჯერ ის რომ ყოველ წუთას გაფუჭრება რა გასარეცხად. უნდა გადააგდო. ხო და თან ეს მამარდას ფორმა მიაქხოლმე სკოლაში. სპორტი რო აქ ხოლმე არის ბედნიერი მამარდას ფორმა. აცვია ხელთათმანები, პაპა მოუტანა მწვანეები. ბედნიერესია კარში დგა, რავი, არ ვიცი. ძალიან უყვარს. ხო და მე ვთხარი მოიტერთი მეთქი ისეთი თეთრი იყოს კაი რომ წავიდეს ფორმაზე ხა წითელს ხო და წითელი ცნობიც მეთქი ეგ სახში ჩაიცოს მეთქი და ლაშამაც მწვანე ბუცები უყიდა და
რეაქციას განახეთ, იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ თქვენ მამარდას ფორმა რო უყიდე, მაგისი რეაქცია როგორ იტირა. ძალიან გულჩვილია. მე არა მგავს, მე ბარბარე მგავს და არ მინდა რომ აქ შემთხვევაშთვის მგავდეს, რომ ემოციებს არ გამოხატავს. ალბათ თავის დაუნებურად და ჩემ დაუნებურად ვარ ესეთი და იგივეა დაირათ არის ბარბარე. იმიტომ რომ სიხარულს უფრო გამოხატავს აი ჩემსავით, ვიდრე აი რაღაცა რო აწუხებს იმას რა და ნინოს ყველაფერს ზედეთყობა. სიხარულზეც წირის, წუხარებაზეც წირის, ყველაფერს წირის, ნინო უფრო ჩემი მამამთილია. ნებისმიერ სიტყვაზე შეუძლია იტიროს. ძალიან. ხო და რომელია კარგი ვეღარ გაიგებ. მე მგონი რომ შეგიძლია გამოხატო ეგ უფრო კაია, იმიტომ რომ გრძნობების შიგნით ჩამალვა არ არის კაი. მოკლედ ახლა შევყრი სარეცხს და მაღლავალ სარეცხზე დავკეთო. სამთრისებს ვალაგებ. რაც უნდა წავიღო, იმებს უბრალოდ კეცავ და ცალკე ვარაგებ, არ ვაუთოებ. ჯერ უბრალოდ უნდა რაოდენობრივად ნახო რამდენია და სავარაუდოდ მეორე ჩემოდანი ზედმეტად ყოლილი. მაგრამ არა, ცეკვის ფორმები აქვს, მარტო ალბათ ნახევარ ჩემოდანს დაიკავებს და სამნი მივდივართ. მე რა შემეუბნეო, სად უნდა წაიღო მე ეს ჩემოდნები, იმიტომ ერთი ცხომავს და რა სიძახის ქალი უმნეო. მაგაში სინამდვილეში გაზრათ არ მომცვლია, რომ ზამთრის ფეხსაცმელები ჩამელაგებინა და შემენა. ეხლა რომ ივანეს ორი ცალი ჩექმა აქვს, ზამთრის პერიოდში კარადა შევალაგებ აღალა. კარადის თავზე არა, შიგნით შევალაგე, არ მიყვარს კარადის თავზე, თუ ძალიან იძულებული არა ვარ, რომ რამე დავდო. ხო და იმ რო გამოვიყენებ და მე ზამთრის ფეხსაცმელებს ჩავყრი და შევალაგებ გარდირობში. ნუ ერთ წელს მეც. ეს ძალიან გებრიელა დავლიე. ყავა. წავედი ხა ტელეფონზე შევაერთებ და ჩემს საქმეს მივხედავ, მომავალ ვიდეომდე დაგებრუნებებით. აბა ხო ეხლა ტავარს რომ მოვიტან, რაც ვიყიდე, განახეთ, მაგრამ დიდად ბევრი ესარახებელი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ტრუსიკმა იქნანასკია ძირითადად. ხო, კროქსები შაშანაც ვიყიდე მე, მაგრამ თითქოს რაღაცა მჭიდროდ მაქვს და ვერ ანუ მაგის ჩაცმას კროქსი უნდა ჩაიცვა, იმიტომ რომ ფეხმა დაგისვენოს ხო და აი რაღაც ხო და აი იცი როგორ მაგ აი არა და კარგად მქონდა. მე მგონი დაპატარო, მე კი არ გამეზარდა ფეხი ან სიგრძეში, სიგრძეში რა გავი სიგანეში. ხო, ისა. ხო და სუახლები არის და ლამაზი არის და დიდად არ უყარს ბარბარეს ეგენი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე შეიძლება გამოიყენოს და დავტოვე რა. და ვიყიდე ჩემთვის კროქსები და მან ნუ განახეთ რა, ნუ სინამდვილეში ეხა იმ ნასხსაც განახეთ ბოლო-ბოლო. წავედი. მომავალ ვიდეომდე დაგებრუნდით. ხო მართლა, ჩემი მაყურებელი ნახე, მოგიკითხავ დიდი სიყვარულით, როგორ გამიხარდა რომ დამიძახე, მოკითხვა სიღნაღს. ბალიშების აყიდლად რომ მიველი კისრის ბალიშებისა, მანან ეს დამიძახა და ძალიან გამიხარდა, აი ძალიან გამიხარდა და მithumetes ლაშასთან ერთად რო ვარ ხოლმე და ეგეთი სიტუაცია რო არის ხოლმე, რომ ვიღაცა რო გიცნობს ხოლმე ლაშასთან ესე გავილი ხოლმე. გაბრენძილი ვარ, შენ ცოლი არ დაიკარგე. ახატებდა და ლაშა მომხედავს. რა გეშველება. ძალიან გამიხარდა, ძალიან. ხო, ეს ნომერი თქვა, კინაღამ დამავიწყდა. მოკლედ დროებით, კარგად.